ესეც მესამე ადგილი და ელდარ რიაზანოვის ლეგენდარული ფილმი ბედის ირონია ანუ გაამოთ. საკულტო საახალწლო ფილმი 1975 წელს გამოვიდა და წლიდან წლამდე ტრადიციად იქცა მისი საახალწლო ტელეეთერში ჩვენება. რეჟისორმა იგი გადაიღო პიესის მიხედვით, რომელიც 1979 წელს დაიწერა. რიაზანოვმა ის პიესა საბჭოთა კავშირის აბსურდს მოარგო და ფილმის დასაწყისში დამცინავად ნაჩვენებია საბჭოთა სახლების მსგავსება, რომლებიც ერთი და იგივე პროექტის გამო ერთმანეთის ასლს წარმოადგენდნენ. მთავარი გმირი არის ჟენია ევგენი ლუკაშინი, 36 წლის პროფესიით ქირურგი, რომელსაც თრვალი ძმაკაცები სხვის მაგივრად გაუშვებენ ლენინგრადში. ჟენია მოსკოვში თავის ბინის ნაცვლად იღვიძებს ლენინგრადში აეროპორტში. ვერ ამჩნევს განსხვავებას და ტაქსის თხოვს წაიყვანოს თავის მისამართზე. როგორც აღმოჩნდება, მსგავსი მისამართის სახლი ლენინგრადშიც არსებობს. ჟენია მშვიდად ადის თავის სართულზე და აღებს ბინას საკუთარი გასაღებით. აქაც ხაზგასმულია, რომ კარების საკეტიც მაშინ ტიპური იყო. ბინაში ჟენია არაფერს აქცევს ყურადღებას და დაღლილი იძინებს. ამის შემდეგ ფილმის მთავარი ნაწილი იწყება და ბარბარა ბრილსკა, ანდრეი მიაკოვი და იური იაკოვლევი ნამდვილ შედევრს ქმნიან.